გამარჯობა, ეხლა დათნას ველოდებოდი და უნდა მოსულიყო. მაგრამ თავარი არხი მოვიდა და სიუჟეტს ვიღებთ. აუ ეხლა იმედიათ ეკლა გურგენიძე არ ჩამოივლის. მე როგორ მივატოვე მაღაზია უპატრონოთა. წინამძღოლში მე ვარ სანდრო გოცირიძე, მაგრამ TikTok-ში ვარ ხან ომარიკო, ხან ანესტეზია, ხან გამყიდველი და ხანაც ინგა. თმები აწამომქაჭე დეგენერატა. აბა ხო ახლა ბისტრო გახდება. დეგენერატი თმები მომქაჭა. მე რა, საბაზა გიორგი შეუნოდი, გუჩი ნაგანი მოხეწე მოვკაჭეთო, ის ცოტა არისო. 9 თვის განმავლობაში დავაგროვე 136,000 გამომწერი და ყოველდღე ვფიქრობ ხოლმე ახალ ვიდეოებზე. ყავს ძალიან ბევრი პერსონაჟი, ზოგი პერსონაჟი ძველია და გადის ხოლმე, ზოგი ახალი პერსონაჟი შემოყავს და მოდივად ვფიქრობ რომ რაღაცა სიახლე შემოვიტანო აუდიტორიისთვის. ანასტასია, კიდე მაგარი რაღაცა გავაჩარიჯო. ის ტუეთის ქაღალდი თუ ნეგა ქრომაში დელივით. ვიგა დამიჩები. ანასტასია, კრუციო. TikTok-ერობა დავიწყეთ, როცა სახლში მქონდა რემონტი და ჩავწერე ჩვეულებრივი ვიდეო ჩემი Facebook-ისთვის. ვიდეოში იყო ნაჩვენები როგორ შემოდიოდნენ ჩემი მეზობლები, მათი იმიტაცია გავაკეთე, ქალი მეზობელი, კაცი მეზობელი და ბავშვი მეზობელი და ამ ბავშვმა მეზობელმა იმდენად დიდი გამოხმაურება მოიტანა, რომ ყველა ჩემი მეგობარი მეუბნებოდა იმას, რომ ის სანდრო ეს შენ უნდა აქციო პერსონაჟად და ეს პერსონაჟი მე განვითარდა იქცა ომარიკოთ, მაგრამ ომარიკო როგორ დავარქვ ამ პერსონაჟს დღემდე არ მახსოვს. ომარიკო აბა რო გაიზრდები რა უნდა გამოხვიდე? დოცენტი უნდა გამოვიდეო უთხარი კოდე პაპა იყო დოცენტი. მე უნდა გამოვიდე პროცენტი. სხვადასხვა როლში შესვლა არ არის მაინც და მაინც ძნელი ხოლმე. მთავარია რომ მოვირგო საჭირო ატრიბუტი და უკვე შემიძლია რომ როლშიც ვიყო. ჩავთვალე რომ ბავშვს უნდა ეფაროს ქუდი და აქ ასევე სათამაშო ატრიბუტიც და ვიპოვე უბრალოდ სახლში ეს ქუდი, ასევე ვიპოვე სახლში პარიკიც, არ ვიცი საიდან იყო ეს პარიკი სახლში, მაგრამ ნუ ვიპოვე და ეს არის ახლა უკვე ჩემი განუყრელი მეგობარი. გეჯავალები როგორ დავჭერო ხოლმე? მოტეხილი ხელებით. ომარიკო ჯირანი ხვალ გვითამაშა. შეხვდრებს ეუბნება ბავშვს. კაი იყო ისი ჩაგეთვალა. თავიდანვე დავიწყე ამ კონტენტით, არაფერი სხვა არ მიცდია, სიმართლე გითხრათ, არც საუნდები, არც ტრენდები არაფერი მსგავსი. TikTok-ზე ძალიან ბევრი ფიქრობს ხოლმე იმაზე, რომ ისეთი ვიდეოები ჩაწერონ, რომლებსაც ექნება ბევრი ნახვა, ოღონდ გლობალის ხარჯზე. მაგრამ ჩემი ვიდეო ამ საშუალებას არ მაძლევს ჩემი კონტენტი, იმიტომ რომ სრულად ქართველებზე არის გათვლილი და ალბათ ჩემი წარმატების ასოთქა და ნახვების საიდუმლოც არის იმაში, რომ ხალხმა აიტაცა ეს ძალიან, იმიტომ რომ იყო რაღაცა ახალი ამაში. კეთილი დამოვიდა დათნას ახალი ტელეფონი და შენ ხო მეყიდი? ისწავლე გამრავლების და ბოლომდე და გიყიდი. ესე იგი კაკ მინიმუმ 3 წელი უნდა ელოდო. შენ რო გელოდე ცხრა ხო? ამ პლატფორმაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ შექმნა ხარისხიანი კონტენტი. მე უკვე ნელ-ნელა დაიწყება კომპლექსებიც და ასევე ის შიშებიც გადაილახება, რომელიც რეალურად არსებობს. თუ ეს არის კონტენტი, რომელსაც ქართველი მაყურებელი აქტიურად უყურებს და ადევნებს თვალს, რა თქმა უნდა პასუხისმგებლობას გენიჭება. იმიტომ რომ არ უნდა გააკეთო ისეთი რამ, რაც რომელიმე ადამიანს ან ადამიანთა წრეს შეურაცხყოფას მიაყენებს, იქნება გამაღიზიანებელი, აგრესიას გამოიწვევს. ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ ეს ყველაფერი ნულამდე იყოს დაყვანილი. ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველი რამდენიმე წამი შეარჩიო ძალიან კარგად. იმიტომ რომ ეს პირველი 3 წამი განაპირობებს მე ვიდეოს ნახვადობას, კომენტარებს, გადაზიარებების რაოდენობას და ასე შემდეგ. რამდენიმე ვიდეოს აქვს მილიონზე მეტი ნახვა. და როცა უკვირდები ხოლმე ამ ვიდეოებს რატო აქვს მილიონი ნახვა, სწორედ იმან განაპირობა რომ კარგი დასაწყისი აქვს ვიდეოებს. ანასტასია გაუშვია ჩემს სათამაშოს ხელი? ყურგლო? აი ასე იწყება ვიდეო, რომელიც აიტაცა აუდიტორიამ. ვიდეო დაიპყრო ფაქტობრივად For You პლატფორმა და ძალიან ბევრი ნახვა აქვს, მილიონზე მეტი ნახვა აქვს ამ ვიდეოს დღეს. აუდე, ჩილი რა შევჭამო შეიძლება? აი მანდ დევს და აუ მეჩიჯა მაგას. ნო გამოეჯიბრე, ბავშვია. ტუალეტი ვინდა გავაჩაურეცხავე. გეტყვი. მერე ბავშვია. როცა პერსონაჟებს ვქმნიდი, რა თქმა უნდა, ინსპირაცია ამ ყველაფრის იყო რეალური ადამიანები, ანუ ასეთი ადამიანები მართლა არსებობენ. მაგალითად, აი ინგა, დედა, რომელიც არის ერთ-ერთი პოპულარული პერსონაჟი, არის იმდედების სახე, ვფიქრობ და კარგი მესიჯიც არის ეს, რომლებიც მაინც და მაინც დიდ ყურადღებას არ აქცევენ საკუთარ შვილებს და უფრო რაღაცა თავის თავზე არიან, ცოტა ეგოისტები არიან. დედა, танцует утро, ამბობს მოხდამღა. ტუალეტში ქაღალდი გამოვილია. მე ხელებისთვის აკ. უნდა რომ რას ნიშნავს? ადამიანს რო არაფერი შეუძლია ამ ქვეყნად აი მაგას ნიშნავს. მამაში. ყველა პერსონაჟს თავისი რაღაცა სახასიათო. ძალიან ბევრი ფრაზა არის, რომელსაც მე ვიგონებ ხოლმე და საფირმოა ფაქტობრივად. მაგრამ ძალიან ბევრი არის, რომელიც გაგონილი მაქვს სხვა ადამიანის. მაგალითად, გამყიდველებისგან მესმის ხოლმე ძალიან ბევრი ფრაზები. პარკი გნებავთ. 2 ლარის არის იყო ეს. აი მსგავსი რაღაცები და მე გადამაქრომე რა თქმა უნდა. 2 მაწონი და 10 კვერცხი უნდა. მისებში ჩავწერო. საფირმო ფრაზები არის ძირითადად ომარიკოსგან დამპალო ბავშვი, რომელიც მაიკაზეც მაწერია, ჩემო მეგობრებმა ჩუქეს. ამერიკა ლარიენს მოგცემ დედას ჯუელების ეტყვი. ლარიანი არ მინდა. 10 ლარი მინდა სპაიდერმენის სათამაშოსთვის. პესტა.
კიდე ჩავჭ ახალ წერს. მართალია ყველა ერთნაირად მიყვარს და ყველას რაღაც თანაბარ დროს ვახარჯავ და ენერგიას, მაგრამ არის გამორჩეული ვიდეოები, მაგალითად ახალი წლის ვიდეო მიყვარს ძალიან, სადაც აფეთქება ხდება და გამორულია მე ყველა პერსონაჟი, ან სადაც რაც განსხვავებულს ვაკეთებ ხოლმე, უფრო მიყვარდება. My name is Omariko. I am a 7 years old. My mother is bitch. როცა ხდები TikTokeri და როცა ნახვებით იზრდება და ამ ხელა მასშტაბზე გადიხარ უკვე, ინტერესიც მოდის თუნდაც ბიზნესის მხრიდან. რა თქმა უნდა, ამას ვერ გავექცევი და კი, კარგია რომ არის შემოსავალი დამატებით, მაგრამ მაინც და მაინც არ ვცდილობ ხოლმე რომ ეს იყოს პლატფორმა, რომელიდანაც მე ფულს ვიშოვებ. პრომოკოდს გააზრებ ვიღაცასთან და ისიც და შენც იღებ 5 ლარს. წამო მე ბეზეთკაში იქნებიან ბიჭები და მაგით გავაკეთებინოთ ეს პრომოკოდი. Როგორ მახებებს ტიპი? თავზე წაგისმევი ხა მაგას. TikTok-მა მომცა პირველ რიგში ჩემი ოცნების ახდენის შესაძლებლობა, იქიდან გამომდინარე რომ მინდოდა მსახიობი ყოფილიყავი, მართალია ეს ყველაფერი შედარებით შორს დგას მსახიობობისგან, მაგრამ რაღაცა მაინც წინ გადადგმული ნაბიჯი არის. რა თქმა უნდა, არ ველოდი ამ ხელა წარმატებას და ამ ხელა გამოხმაურებას, იმიტომ რომ ეს არის ძალიან უცხო ჩემთვის. და დღემდე ვერ ვანალიზებ ხოლმე იმას, რომ მართლა ამდენი ადამიანი მიყურებს. შენი გამოწერება უკვე კაი ხანია და მადლობა. ძალიან მოყვა შენი ვიდეოები. როცა ქუჩაშიც ხვდებიან ხოლმე, ზოგი არ იმჩნევს ხოლმე, მაგალითად, აი, ნახე ეს არის და რაღაც მსგავსი გამოხედები არის ხოლმე. რაც ძალიან სასიამოვნოც არის ერთი მხრივ, მაგრამ რაღაც მომენტებში არის ხოლმე ცოტა კომპლექსის მომენტებიც, იმიტომ რომ ეხლა ვარ ადამიანი, რომელიც უბრალოდ ცეინობს და ამ ადამიანს ძალიან ბევრი ადამიანი კიდევ უყურებს. ცოტა ისეთი სხვა თვალით. Experience. ყველა დეგენერატები ამბავს მე როგორ ნაითვის. და ეს რო ვიყიდოთ. შენზე შემოწება შვი, ქელეხში რო ხიზილა ყოლეც მიყიდი. პუტინ ხუილო და სლავა უკრაინე. უისე მე ჩაზახე მეორე საფუძვას სლავა პაპას და უთხარი რომ აწიკავდი ვარ და გაემზადოს.